ყველაზე უცნაური რამ, რაც უცხო ქვეყანაში გიჭამია. გაქვთ 4 საათი? არა, აი ხ ბოლოს წინა ის რო ავიღოთ რა. პაესტ კაპჭალებში, ტაილანდში. ერთ აწონვაზე ავაღებინე რა იყო ტარაკანი მატლი ორნაირი ჯიშის კალია კიდე რაღაც სასახეობის ერთი ოთხნაირი მწერი ბუზი და ეს ყველაფერი იყო მოხალული სემიჩკის მონჩი ეს წონით იღებენ რა და ვიდეოც დევს რა ყველა ვიღა თითო მინდა მეთქი მაგრამ ტიპმა მუჭები ჩაყარა რაღაცეები მართლა ნუ გემრიელი ძალიან არარელევანტური სიტყვაა და ასატანი უფრო ამბავი არის ასატანი მაგრამ რაღაცეები რა შეადარებ ზესუმზირას ანუ აი ის რაც ასატანი იყო მაგალითად გავდა აქ უნდა ჩავსვათ ჩვენი რეკლამა ზესუმზირის რეკლამა ისეთივე როგორც ხოჭო არა ხო და აი ეს იყო მახსოვს ერთი ზესუმზირასავით იყო თან თითქოს დამარილებული მოხალული არის რა ეს ყველაფერი და ასატანი იყო და მატლი იყო ძალიან ისეთი გემრიელი მე მანამდეც მქონდა დიდი ხის მატლები რა ნაჭამი ცოცხალიც მქონდა ნაჭამი ესე მოთუშულიც თუ რაღაცა იმიტომ პროტეინი შეიცავს ეს იყო რაღაცა პატარა ჯიშის თეთრი ესე ტიპი ну აი რა გითხრა პატარა ხორციკი რო ჩაკბიჩო რა დანარჩენებზე რამის აბრად გამომცა კიდე რაღაცეები ვჭამე რა საშინელებები აი მერდგასულაზე აი გახსენებაც რომ ნიანგის ხორცი იყო ამას გადავირი ისე მომეწონა მაგრამ რაღაცა იყო რამის მოუკვდი რაღაცის ნაწლავი რა აი უკვე ცუდა ჭერს რაღაცის ნაწლავი რომელმაც რამის კამერაზე ბოდიშიდან მოკლედ ასე რომ ბევრი რაღაც მიჭამე ნიანგი ძალიან გემრიელია ვერ მივამსგავს ეთერზის უფრო მოხორცო იყო და იცი როგორ ამ თლიანი ნიანგებს ყიდიან ესე რა იმაზე ტრიალებს შამპურზე და თუ გინდა იქიდან რაღაცა მოაჭრევინებ რომ კანის ფაქტურაც იყოს და არის დაკუბიკებული იყიდება ტაილანდში ყველაფერი ეს ნიანგის სტეიკები და რა ხო აი ყველაფერი ოთხკუთხედი ხორცები რო წარმოიდგინო და ჯოხზე რო იყოს ესე და იმით გიწვავენ რა ესე ну აი რა ძალიან გემრიელი იყო რა ძალიან არა და მანამდე რო შევხედე რო ატრიალებდა მე თქვი ამას არ შევჭამ თქო ცოდოა თქო მინიმალ მე ემპათია გაქრა და იმის შეგრძნება არ ქონა აი ბუზის რაღაც ზიზღის ისა თავიდან ბუს რო ჭამი ასნაძის როგორ არ გაქვს მე არ ვარ დიდად ზიზღიანი მაგრამ იქ პირობითობაც ხო არის რა ანუ აი რაღაც ხო ანტისანიტარიას ვერ დავარქმე მაგრამ ნუ ამ მენტალიტეტის გადმოსახედიდან თითქოს გონია რომ ანტისანიტარია სუნი უცნაური და ბარდიურზე დავჯექი მახსოვს აი ბაზრიდან გამოვიდა ბარდიურზე უკან ვიღაცა მოხუცი კაცი გულარეული იწოდა ეგეთ გარემოში ხო სხვაგან ვერსად ვერ წავედი კამერა დავიდგი და დავიწყე ჭამა